დღეს მიმოვიხილავთ ვისკის, რომლის საიტზეც როცა შეხვალთ, არ დაგხვდებათ სიყალბით გაბერილი სიტყვები, სადაც ტრადიცია ერწყმის ინოვაციას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რა ის ტრადიცია, აგერ 2018 წელს დაარსდა ეს დისტილერია სახელწოდებით არნაჰო. რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ეძახდნენ არნახოს. არნაჰო. იმიტომ რომ ელოდებოდნენ ალბათ ერთი 10 წელი რომ გახსნილიყო და როგორც იქნა, აი 2000 რომელი წელი იყო 2024-ში ჩამოასხეს და 2019-ში ჩაასხეს, 2024-ში უკვე ბოთლში გადაასხეს. 18-ში გაიხსნა, ხო? და სულ რამდენიმე თვე გავიდა, რაც ვეღარ ვეძახით პირველ უახლეს დისტილერიას აილას კუნძულზე, ხო, იმიტომ რომ ახალი გახსნეს ინდოელებმა რაღაცეები, სახელი ახლა არ მახსოვს ზეპირად, რო გამოუშვებენ ვისკის, მერე დავიმახსოვრებ. მერე გავიგოთ. კი ბატონო, რაც ეხება არნაჰოს, მართალია იმ ზემოთხსენებულ სიტყვებს მის საიტზე ვერ წააწყდებით, მაგრამ სამაგრო წააწყდებით ძალიან გულის ამოჩუყებლად, თვითონ ეს ცდილობენ დაწერილ ისტორიას და იწყება ასე. ებაუთასში რო შედიხარ და 2015 წელს რამდენიმე ჩვენგანი აქ ტრიალ ცარიელ მინდორზე იდგა შოტლანდიის დასავლეთ ნაწილს გახურებდა და ფიქრობდა და მე რაღაც რა მნიშვნელობა აქვს ესე რო იწყება ისტორია ხო ეს რაღაცნაირია რა ნუ მოკლედ რაღაცა მოყვნენ იქ მე იდეა როგორ დაებადა ჯერ არა აქვს რა ისტორია მოსაყოლი რა ესე იგი რაღაც ამიტომ რაღაცა მანამდე რა იყო იმას ყვებიან როგორ იდგნენ ცარიელ მინდორში და იყურებოდნენ აქეთ იქით ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრა რომ ჩვენ მეც და მე მგონი შენც იგივე აზრი ქონდა სულ პირველი ინაუგურალი 5 წლიანი როდესაც გავსინჯეთ გაოცებისგან პირი დავაღეთ. ნუ თითქმის ცოტას ვაგვიქებ, იმიტომ რომ კარგი არ ველოდით 5 წლიანი ვისკის ესეთ კარგის. ნუ გავიგეთ რომ ინაუგურალია და მოინდომეს და კარგი გააკეთეს, მაგრამ მერეც გააკეთეს უკვე რამდენიმე რელიზი აქვს. ეხლა მე სიტყვი ვერ ჩამოგითვლით კორეინში რეები აქვს, რაღაცებს უშვებენ რა. და ამასობაში გამოშვეს ეს ეხლა ბოლოს უფრო ბოლოსკენ და გააკეთეს ეგეთი რაღაცა რელიზები დაგროვდა და 5 წლიანი ხო იყო ჩვეულებრივი რაც გამოუშვეს 5 წლიანი პირველი რაც ქონდათ ესეც 5 წლიანია ოღონდ კასრის დისტილერიის გამოუშვეს რა ხო და კასრის გარდა განსხვავება არის რომ აი ეს ინაუგურალი რომელიც აგერ დევს ეს ინაუგურალი პირველი ბოთლი მაგათი არის ექს ბურბონის შემდეგ დაფინიშებული იყო ოლოროსოში ეს მარტო ექს ბურბონია თან first fill ბურბონი არის first fill ბურბონი არის და 60 გრადუსი 61 გრადუსი 50 გრადუსი არის ინაუგურალი და 61 კასრის სიძლიერე არის. აი სულ მაინტერესებს ხოლმე როგორ ახერხებენ რომ კასრის სიძლიერეს ვისკის სვამენ ზუსტად ამრგოლებენ გრადუსს და ის. ანუ ესე იგი რა პროფესიონალები არიან წარმოიდგინეთ რომ კასრს აღდიან თავს და ესე თვალით ხვდებიან ან ცხვირით ხვდებიან რომ დამრგოლებულია გრადუსი და ალბათ რა ვიცი. ყველას როგორ უჩნდება ესე შემთხვევით კასრის სიძლიერეს ესე ზუსტად მთელი. აი ეგრეც არ არის ეს ხო ვისკენი ჩვენ ახლა გადავამოწმეთ და ეს არის batch მეორე ხო batch 2 აწერია აქ და first batch-იც არის კიდე ხა ერთი ის არის რა პარტია უბრალოდ კასრების სხვადასხვა რო არის და ის იყო 60.9 ანუ რაღაცა იქ ეხლა აი რამდენია შანსი რომ ზუსტად დაამრგვალო 0-0-ზე ხო ასეულები ვარგვალებენ რა 100-დან ერთხელ გაგიმართლებს კასრში რომ ზუსტად დაამრგვალებული შეხვდეს და ყველას დაამრგვალებული როგორ აქვს არა ყველა ზოგს აწერია რაღაცა მთელი რაღაცა ხშირად არის ხოლმე კაი მაგას არ აქვს მნიშვნელობა აქ იყოს ეგრე როგორც არის მოკლედ არნახომ იმედი თავიდან არ გააცრუა არც მერე გააცრუა მართალია ყველა რელიზი მთელი ამ ბოლო პერიოდის მერე როგორც მახსოვს ინაუგურალის მერე ერთი რელიზმა კიდე გასუნჯული მეტი აღარ ეხლა ამას სინჯავ რა და ორივე კარგი იყო რა მოკლედ კარგი რაღაც კარგად მიდის ეს დისტილერია და ნახოთ მერე და მერე უფრო და უფრო რას იზამენ და ეხლა ამას გავსინჯავთ და იმას არ შევადარებთ იმიტომ რომ მაინც პროფილი სხვა არის რა ხალხი ჩაწერილიც გვაქვს ის ასევე ახალ დისტილერიასთან ტორავაიტთან ერთად ესეც არის აქ ეს ბოთლიც მაგრამ თუ თქვენ მოგინდება თქვენ შეადარეთ მერე ეს ორი არნახო კასრის სიძლიერის და 50 გრადუსზე ჩამოყვანილი რა სხვაობებს მოგცემთ და რა საერთოს ყველაზე მთავარი ეს არის მონახოთ აბა first fill ბურბონი არნახო ახალი დისტილერია 5 წელი კასრის სიძლიერე ვა, რა кайსუნი აქ? პირველი რაც მეცა ცხვირში არის თამბაქო და ლიმონი. თამბაქო და ლიმონი არის ხო და ის არის რა ქვია. ნახე, მაგ რა ქვია, ექს ბურბონ ბარელებს რაც აქვთ ხოლმე, ის ცოტა უკან არის გაწეული არის, მაგრამ ის რაღაცა ვაშლიმცხალი ვანილი მარტივად რო თქვა. მეტნაკლებად რომელიც უფრო წინ გამოდის ხოლმე არ აქვს მნიშვნელობა სამივე იგრძნობა ხოლმე ეგენი არის ოღონდ ძალიან უკან არის და ის რას თქვი ის ფარავს როგორ მოახერხეს რომ თამბაქოსა და იმაში რა ქვია ხო და ნახე ეს თამბაქო რეალურად თამბაქო და ციტრუსი რეალურად არის ტორფი
მაგრამ რაღაცა განსხვავებული ტორფია, მომჟავო ტორფია. რომელიც გადადის ტორფის არომატის მაგივრად აი ამ თამბაქოში და სიმჟავეში. საინტერესოა, ხო? ხო, რაღაც ძალიან საინტერესო ეფექტი აქვს. კარგი ეფექტი აქვს ნამდვილად. სხვანაირია. ნახე სხვანაირი ხელწერა აქვს რა. აი რომ ამბობთ ხოლმე რომ თავისებური დასამახსოვრებელი რაღაცა არის, მეთქი კარგია. ბალაში მე მომწონს. ვაშს და მსხას ვისურვებდი რომ ოდნავ მეტი იყოს, მაგრამ მე შეიძლება უცხო აღარ ყოფილიყო. ხო, ნუ ეს კლასიკური ხო, ეხლა ეს უცხო რა. აი ეს ხო, თუმცა ამის უკან რაღაცას უპოულობთ ხოლმე თქვა, არა, ვერაფერს სხვას ვერ პოულობ, აი ეს სიმჟავე აქვს კარგად. ხო, კარგად აქვს ეს სიმჟავე და რა ვიცი ეხლა როგორი სიმჟავეა ვერ ხვდები. მჟავე კიტრის სიმჟავეა მე თვითონ. მჟავე კიტრი ეხლა რო თქვი კი. არის მჟავე. არის ოდნავ, კი, ოდნავ, ოღონდ ცოტა შემაწუხებელთ არ არის რა უნდა მჟავე კიტრის ვისკიში, მაგრამ მაინც ხო. თავიდან ეს სიმჟავე ასოცირდებოდა ან ციტრუსებთან, ჩემთვის ლიმონთან და ეხლა მჟავე კიტრს და წავედი კი. ხო, იმიტომ რომ იქ სიმჟავე, ანუ ციტრუსი მჟავე სახით არ არის წარმოდგენილი. მჟავე სახით მჟავე კიტრია წარმოდგენილი და ციტრუსი უფრო ქერქების სახით არის წარმოდგენილი. პლუს აი რაღაც თამბაქოს ისა თამბაქოს ოღონდ ის კი არა, ვიღაცა რო სიგარეტს ეწევა და აყრავლებს და იმას რო სუნთქავთ, ნამდვილი ფოთოლს რო დასუნავ რაღაცნაირ ხის და თამბაქოს სუნი ერთად რო არის რა. ამ თამბაქოს არომატს, ამ თამბაქოს ფოთლის არომატს სულ პოულობ ხოლმე ვისკიშიც და სუნამოებშიც. არის, კი, სუნამო მთელი ხაზია მაგის. ხო, ოღონდ მე იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ თამბაქოს ფოთოლი არასდროს დამისუნია. თვითონ თამბაქოს სუნი? შეიძლება სიგარეტი დაიყარა და ის დასუნე რაღაცა. გამხმარ, შენ გამხმარ. ან სიგარას უსუნე რა თამბაქოა რა. ხო, მაგრამ შენ გამხმარ ფოთოლს გულისხმობ და ის კლასიკური ფოთოლი რაც არის. გამოხმობამდე რბილი? ხო. არა, ეგეთი არც მე მახსენდება. აი ვიცი, უკვე ის დამუშავებული. ის მითი რო არის ხო იცი, კუბაში კუბელი ქალები, ზანგი ქალები. ბარძახზე რო ოფლში ზილავენ, ხო. არ დაიჯერო თალყო არ არის მართლები, მართლა. ხო, რა ვიცი. კაი, მოდი გავსინჯოთ. კარგი სუნი აქვს, ძალიან გამორჩეული, კარგი და სასიამოვნო აქვს რა. მე ამას დავაფეარინგებდი, აი სუნის მიხედვით სიამოვნები დავაფეარინგებდი, რამე საკვებთან რა მოუხდებოდა ძალიან რაღაცე. ხო, შენ მოუხდება ძალიან. ზღვის პროდუქტები და ეგეთი რაღაცა. ზღვის პროდუქტებსაც მოუხდება, მაგრამ აი ზუსტად ეს მინდა თქვა, რომ ზღვის პროდუქტებთან უფრო აილას ის ვისკები, რომლებიც აი ლაფროიგი, არტბეგი, ეგეთები უფრო ძლიერი ტორფები, მაგრამ აი ეს მომჟაო რო არის ახლა აი მე მაინდა-მაინც არ მიყვარს სტეიკთან. აი ეს კარგი იქნებოდა სტეიკთან რა, სისხლიან სტეიკთან. ეს კარგი იქნებოდა. მე ეგეთ ექსპერიმენტებს ძალიან იშვიათად ვატარებ ხოლმე. ფაქტურად არ ვატარებ. ის არ მინდა, ის მირჩენია, ლაფროიგი მირჩენია სიფუდთან. ხო რა. სტეიკთანაც კი ხა თუ დამანძალე გვარს კი არ ვიტყვი, მაგრამ აი ეს სტეიკთან წავიდე და სტეიკთან იშვიათად რა, რომ ვისკი მომინდეს. აბუნახოთ. ძალიან კაი სუნი აქვს. აუ ბიჭო სკელია ხო რა მძლავრია ბიჭო 60 გრადუსი კი არის მაგრამ ამდენს არ ველოდი ხო და აი ნახე ის დამოიწვა მე თქვა რომ ცხვირზე უბრალოდ ცხარია ცხვირზე ეს ალკოჰოლი საერთოდ არ იგრძნობა და გემოზე ძალიან იგრძნობა თუმცა უარყოფითად კი არა არა სისქით იგრძნობა რა არა მე ენა დამიწვა არა დაგწვა მაგრამ მე გონია რომ სიცხარე უფრო წავს ახლა ვიდრე ალკოჰოლი ეგ უნდა მეთქვა ანუ სპირტმა კი არ დამიწვა, სპირტმა როგორ დამიწვა, მაგრამ ანუ ალკოჰოლის შეგრძნებამ კი არ დამიწვა და მაღალმა ალკოჰოლის გრძნობიანობამ როგორ არა, ანუ ალკოჰოლი ამოვარდნილი არ არის, როგორც ამბობთ. სიცხარემ დამიწვა, ხო, მაგრამ ეს სიცხარე რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მიღებულია 61 გრადუსიდანაც, ხო? თავისთავად ხო, ძალიან მაღალი გრადუსი, მაგრამ ალკოჰოლი ამოვარდნილი ბალანსთან არ არის, მე იმის თქმა მინდა. შეიძლება ვინმე ჩემზე უფრო ნაზი და ნარნარი რეცეპტორების მქონე ვიღაცისთვის ამოვარდნილი იყოს ალკოჰოლი და ისეთი დაუწვას პირი რომ სულ ალკოჰოლის წვაიგონოს, მაგრამ ჩემნაირი გამობრძმედილისთვის და შემნაირისთვის უკვე იგრძნობა რომ ალკოჰოლი აქედან ამოვარდნილი არ ეთქმის ამას რა. უბრალოდ ძალიან მძლავრია და მწვავს ამის სისქე და სიცხარე ძალიან. კარგი ფინიში აქვს ამის გამო ცხარე, თუმცა მოკლე აქვს. არც ისე მოკლე, იმიტომ რომ ხო გადავიდე ხო პრინციპში რა არის ხარ. მაგრამ ამდენი ვილაპარაკეთ და რა გადავიდა და რაღაც პატარა სიტყვები დატოვა. დიდად ვერ გატკბილდა რა ბოლოს. ტორფზე რო ამბობდით რომ ცხვირზე ტორფი არ არის და არა აქ მოკლე კარი ხაცმა. ეს ტორფი ცხვირზე უფრო თამბაქოსკენ და სიმჟავისკენ მიდიოდა ციტრუსისკენ. გემოზე არ არის. გემოზე ტორფი წამოვიდა, ნაცარი წამოვიდა და ესეთი უფრო კლასიკური აილას ტორფი წამოიღო, ვიდრე ის რაც ცხვირზე ვიხილეთ არა ვისუნეთ. და გემოზე ხო გემოზეც მეტი სიტყვა წამოიღო მე უკვე ის უკვე მე რო გადაიარა სიტყვა გემოზე მეტი იყო ვიდრე ცხვირზე. სიცხარემ ცოტა შემაწუხა და კიდევ უნდა გავსინჯო ეხლა. ხო და მეტი იყო. აი ახლა გასინჯო, ნახე უფრო აფეთქებული მასე რა ქვია. რეცეპტორებზე უფრო მეტად ეხლა ცხვირზე სიტყვა წამოიღო, ნახე უფრო. კი, სიტყვია, კი.
აი მეორე კლუბზე ტკბილია. მეორე კლუბზე სიცხარე რეცეპტორები მზად იყო. ნეიტრალებულია. აღარ აფეთქებულია ძმა ველოდება. ძალიან მსუბუქად შეხვდა ენა. სიტყვა გაჩნდა. აი ახლა გაჩნდა აი ეს first fill bourbon-ისგან რასაც ველოდებოდი. იცი რა გაჩნდა კიდე შეიძლება იყოს ყოწახურები. ყოწახურს მე ვერ გზნობს. რა მე მაგრამ აი first fill-ისგან რასაც ველოდებოდი bourbon-ისგან ვანილი, კარამელი და რაღაცები, აი ესენი ნელ-ნელა წამოვიდა. აუ რაღაცა ლიმონათია რა, ყოწახურები და რაღაცეები, არა კაია. ძალიან კარგი ვისკი, მრავალფეროვანია, ძლიერია, დიდი და კარგი ფანჩ აქვს და ნუ ცოტა გამოცდილი პირი სჭირდება რა, რომ არ თქვას რომ წვავს და მეც ვერაფერს ვერ გზნობ. გამოცდილი პირს დაწვავს. გამოცდილი პირი twins მოხვალ წყალი ჩაასხი ცოტა შიგნით და კიდევ უკეთესი გახდება. ეხლა ჩვენ ამას წყლის ჩასხმაზე და თავიდან გასინჯვაზე დროს ვეღარ დავკარგავთ, იმიტომ რომ არც გვაინტერესებს წყალჩასხმული ბატონო, ესეთი მოგწონს ჩვენ. კი, ძალიან კარგია. ანუ რაღაცაში უნდა შეგეპაროს ეჭვი, რომ წყალი ჩაამატო ჩემი აზრით. და ამაში ახლა არა ექსპერიმენტი ჩაატარო უბრალოდ. არ არის გამორიცხული კიდევ უფრო გესიამოვნებთ წყალს. თუმცა როგორც წესი 10-დან 9 შემთხვევაში უფრო კარგი ვერ ხდება ხოლმე. არ ითხოვს რა. იშვიათად. არ ითხოვს, კარგია და იმიტომ ბალანსი აქვს. კარგი ბალანსი აქვს. ბალანსი აქვს, ყველაფერი აქვს. კარგი ვისკია რა. კარგი ვისკია. მოდით გასინჯეთ. კარგი ვისკია, გასინჯეთ, მოდით და შეადარეთ 5 წლიან ინაუგურალს, რომელიც 50 გრადუსია და დაძველებულია, დაფინიშებულია ბურბონის მერე ოლოროსოში, რაც კიდევ უფრო საინტერესო სიტყვებს მატებს ვისკის. ჩემი რეცეპტორების მეხსიერებით რაც მახსოვს და ვიღდგენ, ძალიან სხვანაირია ის. სხვა ბალანსი აქვს და სხვა გემოები და ეგეც კარგია მრავალფეროვნება აქვს რა. აბა, გაგიმარჯოთ. გამოიწერეთ არხი, გაწევრდეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.